გამარჯობა მეგობრებო, მოდით ვნახოთ ცოლების როგორი კატეგორიები არსებობს. ვნახოთ აბა როგორი ცოლებია. დღეს ამ სპისოკში და ეგრევე გვხდება hot wife, ანუ ისეთი hot. ეგრევე რო გადავთარგმნოთ ცხელი. კარგით. ანუ ისეთი გამომწვევთ ლამაზად რო იცმევს, ასე ვთქვათ, ну რა ვიცი, მესამეზე. დომინანტი, ანუ ყველაფერს რო თვითონ გადაწყვიტავს, ყველაფერს რო თვითონ შვრება. კი არსებობს ეგეთებიც და მე ვთვლი, რომ ამ ბოლო დროს ეგეთები უფრო მეტია. The spender wives, ანუ სულ რო ფულს ხარჯავს. Money, always money. მეორედან. Whole life wife. ანუ სულ რო მწონი გარემო უყვარს, ჯანსაღკვებს ჭამს, ჯანსაღად ცხოვრობს, ესეთი სულ ჰარმონიაშია გარემოსთან და მოკლედ. მგონი მაინც არ არის ძალიან დიდი კატეგორია საქართველოში. რომანტიკული ცოლი. აუ რომანტიკული კარგია, როცა რომანტიკული ქმარი ყავს. თუ არა ძალიან ძნელია ამ შემთხვევაში, ასე რომ მეექვსეზე. The social butterfly wife. ანუ კომპანიის გამრთობი როა. ალბათ კი, მეოთხეზე. კარიერისტი როა, სამსახური. სამწუხაროდ საქართველოს რეალობაში თან ოჯახი და თან ბავშვები და თან კარიერა ძალიან ძნელია. მაშინ კარგი ზურგი უნდა გქონდეს, რომ ვიღაცა სულ გეხმარებოდეს, ამიტომ მერვეზე. Supportive wife, ანუ სულ რო გეხმარება და სულ რო გეუბნება you can do it, რომ სულ შეგიძლია შენ და აუცილებლად მიაღწევ იმას. ნუ მე დავაყენებდი ამას პირველზე. ჯობდა ეს დამეყენებინა პირველზე traditional home worker, ანუ ტრადიციებს რომ მისდევს და სულ სახლის საქმეებს რო აკეთებს და ასე შემდეგ. Adventurous wife, აი ზუსტად მეათეზე, იმიტომ რომ ისევ და ისევ საქართველოს პირობებისთვის და აქაური ხელფასებისთვის ყოველთვის მოგზაურობა ძალიან ძნელია, ამიტომ ესეთი ნაკლებად იქნები, ასე რომ ეს მეათეზე ძალიან მომეწონა, ამიტომ 500 ლაიქი, კომენტარებში ბევრი სტიკერები და გამიზიარე აუცილებლად. პაკა!